სულ პოლიტიკურ საკითხებზე კი ვსაუბრობ და ყველა პოლიტიკური საკითხი ერთმანეთზე დღევანდელობაში ერთმანეთზე მნიშვნელოვანია, მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვეცადო ყოველ შემთხვევაში შევეჭიდო ხოლმე არაპოლიტიკურ თემებსაც. მეორე მხრივ ყველაფერი პოლიტიკაა თუ რომელიმე თქვენგანი მეტყვის მართალიც იქნება, დიახ, მართლაც ყველაფერი პოლიტიკაა, მაგრამ აი ესე პირდაპირი მნიშვნელობით, პირდაპირი კონოტაციით არაპოლიტიკურ თემებსაც მინდა რომ შევეჭიდო და ეს არის პირველი შესაძლოობა დრუკის სხვათა შორის მცდელობა და მე დღეს ვისაუბრებ რუს პოეტ, დრამატურგ, მუსიკოს, დიპლომატ ალექსანდრე გრიბოედოვზე და ცხადია 2-3 სიტყვაც კი რასაკვირველია, პოზიტიური, კარგი 2 სიტყვა წამწდება, მაგრამ 5-6 სიტყვა პოზიტიური მის შესახებ მის თაობაზე არ წამწდება. უნიჭიერესი კაცი იყო, თუმცა გულახდილები ვიქნებით. ხო, ბოდიშ ვიხდით, არ ემგეთყვით რატომ გადავწყვიტე დღეს საუბარი, მე შემეძლო 2 დღის დღე დაცდა. 30 იანვარს 197 წელი გადის მისი მკვლელობიდან, მისი ტრაგიკული სიცოცხლის დასრულებიდან, ხო, ტრაგიკული რთული ცხოვრება ჰქონდა მას და 197 წელი გასრულდება მას შემდეგ, რაც ირანში, სპარსეთის დედაქალაქში მოკლეს ეს კაცი ალექსანდრე გრიბოედოვი, რომელიც იცით თქვენ რომ დაკრძალულია თბილისში მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. პირველივე საფლავი არის მისი, ამაზე ვისაუბრებთ მოგვიანებით დამატებით, მაგრამ პირველივე საფლავი არის მისი. ჩვენ ვისაუბრებთ წარწერაზე, ეპიტაფიაზე, რომელიც მის საფლავზეა, რომლის ავტორიც არის მისი მეუღლე ნინო ჭავჭავაძე. 16 წელის იყო რომ დაქვრივდა ნინო ჭავჭავაძე, რომ ვიცოდეთ მაინც, სულად იცით, მაგრამ გახსენებთ. და ეს იყო პირველი საფლავი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის პირველი საფლავი იყო. ვისაუბრებთ ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი ვთქვათ შემდეგი. გრიბოედოვი ეს არის პოეტი, დრამატურგი, დიპლომატი, მუსიკოსიც კი, სხვა შორის შემორჩენილია მისი 2 მუსიკალური ნაწარმოები. ყვარობდა თუ არა, უყვარდა თუ არა მას ნინო ჭავჭავაძეო, ბევრი თქვენგანი იკითხავს და მოდი არ თქვათ რომ არ უყვარდა. მაგრამ ისიც თქვათ რომ ნინოს ალბათ უფრო უყვარდა. რომ არ უყვარდა, ან ფუძულად ნაკლებად რომ უყვარდა, ამის მადასტურებელ 2 ამბავზე გავამახვილებ ოდნავ მოგვიანებით ყურადღებას. თუმცა აქამდე შორია 1-20 წუთი გვაქვს დაახლოებით. და ისიც უნდა ვთქვათ მანამდე, ეხლავე ვიტყვი ბარემ, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქალიშვილის 16 წლის ნინოს გრიბოედოვზე უკაცრავად სიტყვისთვის და მითხოვების თაობაზე ეს იყო პოლიტიკური, საბოლოო ჯამში მაინც პოლიტიკური აქტი. კი, ნინოს უყვარდა, მაგრამ ალექსანდრე ჭავჭავაძეს შეეძლო უარით გაესტუმრებინა. ნინოს მუსიკის მასწავლებელი მანამდე 6 წლით ადრე, ანუ 10 წლის რო იყო ნინო, სწორედ მაშინ ჭავჭავაძეებში გრიბოედოვი ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას ნინო ჭავჭავაძეს. კარგით, ვილაპარაკოთ გრიბოედოვზე, იცით თქვენ რომ ესე იგი 28 იანვარია, 30 იანვარს 1829 წლისა თეირანში მოკლეს ის როგორც დიპლომატი. ის იყო დიპლომატი, მოკლეს მისი ქმედებების გამო, იმის გამო რომ მან გვარიანად შეურაცხყოფა მთლიანად სპარსეთი, მეფის კარი, შახის კარი, შახი უშუალოდ შეიფარა რა ცალკეული ის პირები, რომლებიც საელჩოს შენობაში არ უნდა შეეფარებინა. მოკლა გავეშებულმა ბრბომ, რომელიც ამ გრიბოედოვს და ყველა საელჩოს ყველა თანამშრომელს მიუვარდა გრიბოედოვის ელჩის ხისტი პოლიტიკის და ხისტი განცხადებების და ხისტი ქმედებების გამო. ამაზეც ვისაუბრებთ ცოტა ხანში. მანამდე კი ვთქვათ, რომ გრიბოედოვის ერთი და ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არის გორიატუმა, ანუ ვაიჭკუისაგან, იცით თქვენ, საკმაოდ ნიჭიერი კაცი იყო გრიბოედოვი, თუმცა გულახდილები ვიქნებით, ის 6 წლის ასაკში 4 თუ 5 თუ 6 ენას ფლობდა, ესე იგი ინგლისურს, ფრანგულს, გერმანულს, რუსულს თავისთავად
ლათინურს თუ არ ვწდები კი არ ვწდები და ასე შემდეგ. ფორტეპიანოზე დაკვრა ძალიან უყვარდა, მოსწონდა, იცოდა 11 წლის ასაკში ჩააბარა მან, აი წარმოიდგინეთ, 11 წლის ასაკში ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში და მალევე დაამთავრა, ბევრად უსწრებდა ის თანაჯგუფელებს თუ თანაკურსელებს და მერე უკვე 1812 წელს მან ვერ მოახერხა ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ უბრალოდ გახდა ავად. თუმცა ძალიან დიდი სურვილი კი გამოთქვა. თუ ვიქნებით გულახდილები, ის ერთი ხანობა იყო შეერაღებულ ძალებშიც, მაგრამ მალევე წამოვიდა, მერე იყო დიპლომატიურ სამსახურში, თუმცა რაღაცა პერიოდი მას უნდოდა რომ ყოფილიყო და იყო კიდეც მასონთა რუსეთში არსებული რამდენიმე პატარა, მაინც ასე უნდა ვთქვათ, არც თუ დიდი მასონთა ლოჟის წევრი, მათ შორის დეკაბრისტებთან ერთადაც. დეკაბრისტებთან საერთოდ ძალიან მეგობრობდა ერთი ხანობა, ახლა ჩვენ არა გვაქვს დრო რომ ამ თემაზე ვრცლად ვისაუბროთ, მაგრამ და ეს კავშირშია სხვათა შორის ამ ვაიჭკუისაგან, ამ პიესასთან და იმასთან რომ ხელიდან ხელში გადადიოდა ეს პიესა, გამოქვეყნება ვერ ეღირსა, სხვა შორის გამოქვეყნდა გრიბოედოვის გარდაცვალ დაღუპვის შემდეგ 1830-იან წლებში თავად ვერ მოესწრო გამოცემას. დეკაბრისტებთან ძალიან მეგობრობდა და ამის გამო სხვათა შორის რაღაც გარკვეული უსიამოვნებებიც ჰქონდა, დაპატიმრებულიც კი იყო ერთი ხანობა, მაგრამ მალევე ის გაანთავისუფლეს, იმიტომ რომ ვერ დაუმტკიცდა ვერაფერი დეკაბრისტებთან ურთიერთობის გარდა, ვერაფერი, ოღონდ ამ ურთიერთობას დაერქვა მაინც არა საქმიანი ურთიერთობა ან დეკაბრისტების მხარდაჭერა, არამედ უბრალოდ უსმენდაო გრიბოედოვიო დეკაბრისტებს და მაინც კი არ ეთანხმებოდაო, ესეც ითქვა. აქ იგითხარით რომ 5-6 ენაზე საუბრობდა, მასონთა ლოჟაშიც იყო გაწევრიანებული სიცოცხლის ბოლომდე. შოტლანდიელებთანაც კი, როცა თავისი მასონთა ლოჟის დაარსება სცადა, შოტლანდიელებთანაც კი გააბა ურთიერთობები, თუმცა იქიდან, ბრიტანეთიდან მაინც დიდი ენთუზიაზმით არ შეხვედრიან გრიბოედოვის მცდელობას, რომ საკუთარი უშუალოდ მისი სხვა სახელწოდების მასონთა ლოჟა დაეარსებინა. მრავალმხრივი კაცი იყო, ვიქნები გულახდილი. თუმცა უკვე შემდგომ, აი როცა დაამთავრებს უნივერსიტეტს სწრაფად და ასე შემდეგ ის ხვდება მოსკოვისა და უფრო პეტერბურგის ელიტურ ლოჟებში, ელიტურ საზოგადოებებში და აი აქ უცნაურ სიტყვას ვიტყვი, ბევრისთვის მოულოდნელს, გრიბოედოვი არა მარტო გალოცდება, არამედ ძალიან აღვირახსნილი ცხოვრებით, ყოველ შემთხვევაში მის თანამედროვეები ასე ამბობდნენ, აღვირახსნილი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას. ძალიან აურია, ბანკო, ქალები, თრობა, ასეთი ცხოვრება მისი ყოველდღიურობა იყო. აი ეს ამბავი არის ერთ-ერთი საკვანძო მის ბიოგრაფიაში და გეტყვით რატომაც. თეირანთანაც კავშირშია, თბილისთანაც კავშირშია, ნინოსთან კავშირშიც არის, ნინო ჭავჭავაძესთან ურთიერთობის ბაშიც არის კავშირში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ოდნავ მოგვიანებით ახლა გეტყვით რომ ეს კაცი აქ იგითხარით რომ აღვირახსნილი ცხოვრებით ცხოვრობდა და ერთი საინტერესო ამბავი უნდა გიამბობთ, რომელიც მის არევებთან, მის აღვირახსნილობასთან არის კავშირში. და გადამწყვეტიც კი იმაში რომ მისი საფლავი გაგიკვირდებათ და აი თბილისში რომ არის თაწმინდაზე, თაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში პირველივე საფლავი რომ არის და პირველი პირია გრიბოედოვი აქ იგითხარით რომელიც იქ დაკრძალეს, ამასთან მისი საფლავი რომ არსებობს საერთოდ, მისი ცხედარი რომ არსებობს, ხო, არსებობს, ხო, მისი აღვირახსნილობაც არის კავშირში, გაგიკვირდებათ და ოღონდ წლების წინანდელი. მორიგი არევის პერიოდში, არეული აქ პეტერბურგშია, ახალგაზრდა 21-22 წლის კაცია. მორიგი არევისა და ავერავდა ვიტყვი გარყვნილად ცხოვრების პერიოდში ერთხელაც გრიბოედოვი პეტერბურგის ქუჩებში გადაეყრება ასეთ ქალს, რომელსაც სხვათა შორის პუშკინიც კი საკუთარ პოემა ევგენი ონეგინში უძღვნის სტრიქონებს.
ჰაეროვანს უწოდებს, ულამაზეს უწოდებს. ეს ქალი არის მოცეკვავე ბალერინა, ეს ქალი არის იმპერატორის კარზე თავარი ბალერინა, პრიმა მოცეკვავე. და ამ ქალს ქვია ავდოთია ისტომინა, 20 წლის შესანიშნავი შესახედაობის ქალი იყო, ასე წერდნენ და ძალიან პოპულარული ქალიც. მაგრამ გადაეყრება პეტერბურგში ზუსტად იმ მომენტში, იმ პერიოდში, იმ დღეებში, როდესაც ამ ისტომინას აქვს გაწყევეტილი ურთიერთობები მის ყოფილ საყვარელთან, იმ ხანად უკვე ყოფილ საყვარელთან, ძალიან ეჭვიან კაცთან, დიდარ და ეჭვიან კაცთან, ვინმე ოფიცერთან, ვინმე შერემეწევთან. ეს შერემეწევი აკითხავთ, რომ ძალიან ეჭვიანი კაცია, მთელ პეტერბურგში დაძდევს ამ ისტომინას და ეს გალოთებული, გაათამამებული ელიტურ წრეებში გასული გრიბოედოვი ხდება შემთხვევით, მაინც ასე უნდა ვთქვათ, ამ ისტომინას და იცით რას თავაზობს. გრიბოედოვი ეუბნება იმ ხანად უკვე უსახლკაროდ დარჩენილ ისტომინას, რომ გადმოდი ჩემთან საცხოვრებლად. რაღაც ურთიერთობაა როგორც ჩანს და გადმოდის თავაზობს ურთიერთობას, კი არა, გადასვლას 2-3 დღით მე შეგიფარებ. ოღონდ გრიბოედოვი არ ცხოვრობს მარტო. გაგიკვირდებათ და თავად გრიბოედოვი ოთახს ქირაობს ვინმე ზავადოვსკისგან, მისი მეგობრისაგან პეტერბურგის ცენტრში. და გაგიკვირდებათ და ისტომინა თან ხდება ამ შეთავაზებას. მაგარი ამბავია, ხო? გრიბოედოვთან და ზავადოვსკისთან გადადის ისტომინა და აქ იწყება ეს ჰაეროვანი ქალი, პუშკინი აქ იკითხავთ, რომ ასე წერს, რომ ის არის წყინვალეო, ის არის ჰაეროვანიო, ის არის ულამაზესი, ევგენი ონეგინში რამდენიმე სტრიქონია მის შესახებ. და ორდღიან თავ შესაფარს პოულობს სწორედ ამ მეგობრებთან და ისტომინა თან ხდება და აქ იწყება მთავარი გრიბოედოვი და ზავადოვსკი ისტომინას გაიგვირებთ ახლა რასაც ვიტყვი, ჯგუფურად აუპატიურებენ. დიახ, ეს არის ჯგუფური გაუპატიურება, სამეულის სექსუალური ურთიერთობა, ორგია თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ისინი ერთ ოთახში ცხოვრობენ. ძალიან დიდი ამბავია რა, მაგრამ ამასობაში ხო არ ისვენებს ეს ეჭვიანი კაცი შერემეწევი, რომელიც ეძებს ამ ქალს მთელი პეტერბურგის მასშტაბით და გადაეყრებიან ერთმანეთს სადღაც შერემეწევი არ არის მარტო, ეგრა მაგის პასუხი არის თავის მეგობარ იაკუბოვიჩთან, ესეც მნიშვნელოვანი პერსონაჟია ამ ამბავში. გადაეყრებიან სადღაც რესტორანში, სადილობენ, ესე იგი ისტომინა, გრიბოედოვი და აქედან კი შერემეწევი და ვინმე იაკუბოვიჩი, მისი მეგობარი ამ უკანასკნელისა და გრიბოედოვი მიაყენებს შეურაცხყოფას სწორედაც რომ იაკუბოვიჩ, თუმცა მანამდე შერემეწევი ცდილობს, კი არა, შერემეწევი ამბობს, რომ მე ორივეს ვიწვევ დუელშიო, იგულისხმება ესე იგი ზავადოვსკი და იგულისხმება გრიბოედოვი, იმიტომ რომ არ იცის მან შერემეწევმა რომ სამეულშია ეს სექსუალური ურთიერთობა, ეს ორგია, ეს ამგვარი ურთიერთობა და არ იცის კონკრეტულად ვის უნდა დაძდოს ბრალი, აქედან გამომდინარე ორივეს გამოიწვევს, მაგრამ წილად შეხვდება მაინც ზავადოვსკი შერემეწევს იმისადა გამო, რომ გრიბოედოვი შეურაცხყოფას მიაყენებს იაკუბოვიჩს, ანუ შერემეწევის მეგობარს. გავლენ 2-3 დღის თავზე ისინი დუელში, დათქვამენ დუელის თარიღს, რამდენიმე ხანში თუ არ ვცდები 2-3 დღეში გავლენ პეტერბურგთან. დღეში პირველი დუელი გაიმართება ზავადოვსკისა და შერემეწევის შორის და ზავადოვსკი, ანუ გრიბოედოვის მეგობარი, მოკლავს, ადგილზე მოკლავს, უბრალოდ რამდენიმე ხანში დაიღუპება, არა მუცელში დაჭრის და მერე დაიღუპება ეს ხსენებული შერემეწევი და გადაიდება დუელი გრიბოედოვსა და იაკუბოვიჩს შორის. გადაიდება კარგახნით, მეთქი ასე ვიტყვი. ეს ისეთი სკანდალური ამბავია, რომ ხსენებულ იაკუბოვიჩს სადღაც გაასახლებენ, თუ არ ვცდები ევროპაში, ხოლო
გრიბოედოვს გადმოასახლებენ კავკასიის რეგიონში, თბილისში, გადმოასახლებენ არა, გამოუშვებენ ირანისთვის რასაკვირველი, იმ დროს ძალიან კარგი სპეციალისტია ახლო აღმოსავლეთის ამერიკი, ასე ვიტყვი ირანისა, მან იცის სპარსული, დიდად კი არ უნდა, მაგრამ ეს მსახურება დიპლომატიურ სამსახურში, მაგრამ მეორე მხრივ წინააღმდეგობას ვერ უწევს. და სწორედ თბილისში ერთ წელიწადში გადაეყრებიან ხსენებული შერემეწევი, რომელიც არაჩვეულებრივი მსროლელია და ლოთბაზარა კაცია და გრიბოედოვი. შერემეწევზე ამბობდნენ, რომ მას შერემეწევზე არა, უკაცრავად იაკუბოვიჩზე შემეშალა გვარი. იაკუბოვიჩზე ამბობდნენ, რომ მას ძალიან შურდა გრიბოედოვისა. არა პოეტი თუ დრამატურგი გრიბოედოვისა, არამედ მუსიკოსი გრიბოედოვისა, რომელიც პეტერბურგის სალონებში, ელიტურ წრეებში არაჩვეულებრივად ასრულებდა ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს და საკუთარ მუსიკალურ ნაწარმოებებსაც სთავაზობდა დამსწრე აუდიტორიას. თბილისში შედგება დუელი მათ შორის, სეკუნდანტები არც მახსოვს ვინ არიან, ერთი წლის თავზე იმ პირველი დუელიდან და ხსენებული იაკუბოვიჩი ისვრის პირველი და გრიბოედოვს დაჭრის მარცხენა ხელის ტევანში, სადღაც თითებთან ახლოს. მე ესე დაიწერება კიდეც, რომ ეს ყველაფერი იაკუბოვიჩმა გააკეთა აბსოლუტურად შეგნებულად. მან თითქოს სპეციალურად ესროლა გრიბოედოვს მარცხენა ხელში, რომ ამ უკანასკნელს მუსიკალური ნაწარმოებები არ შეესრულებინა, მართლაც გაუჭირდება ხელმტკივან გრიბოედოვს, ტევან გახრეთილ თუ გნებავთ, ასე ვიტყვი, ფლადესი არ იყო, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ კარგად ამხსნათ მაყურებლისათვის, გაუჭირდება მუსიკალური ნაწარმოებების ფორტეპიანოსთან. ფორტეპიანოზე დაკვრა გრიბოედოვს უკვე შემდგომ წლებში, თუმცა იცით თქვენ, რომ ხსენებული ნინო ჭავჭავაძის მუსიკის მასწავლებელიც კი იყო, როცა ნინო ჭავჭავაძე იყო 10 წლის. როცა გარდაცვალებამ, გრიბოედოვის გარდაცვალებამდე 6 წლით ადრე და მათ დაოჯახებამდე 6 წლით ადრე. რომ დაოჯახდებიან, ამაზე კვლავ გეტყვით, რომ ვილაპარაკებთ. და ეს ამბავი, რომ მას ტევანში მოხვდა ხელი და თითები პრაქტიკულად წააცალა, ძალიან საინტერესოა. სწორედ 1829 წლის 30 იანვრის კონტექსტში, როდესაც გრიბოედოვს მოკლავენ და საელჩოს ყველა თანამშრომელს მოკლავენ და ცხედრები აგდია საელჩოს წინ, გადარჩენილი არის გვარი არ მახსოვს საელჩოს ერთი თანამშრომელი, რომელიც მანამდე ბუხარში, ანუ რომ შევარდა ეს ბრბო, რომელსაც უნდოდა შურის ძიება, დასჯა, სწორედ გრიბოედოვის ქმედებების გამო ამაზეც ვილაპარაკებთ, ხო, რომ ერთი კაცი გაიქცა, გვარი არ მახსოვს, ბუხარში შეიმალა უკანა ოთახში და 3 დღე იყო ბუხარში. 3 დღის თავზე გამოვიდა, ნახა მისი თანამშრომლები, მეგობრები და თანამშრომლები, მათ შორის ელჩი, ოღონდ გამოცნობას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ გადაფლეთილი იყო ყველა ცხედარი და გრიბოედოვს იცნობს სწორედ ამ გახრეტილი მტევნის თუ დაზიანებული მტევნის თუ დებოთ ასე თქვათ, მანამდე დუელში რომ დაუზიანდა მტევნით იცნობს, გრიბოედოვს გადაასვენებენ თუ არ ვცდები სომხურ ეკლესიაში და შახის ხელისუფლება გადაასვენებს და მე უკვე წამოიყვანენ თბილისში, მაგრამ ეს არის 1829 წლის უკვე ივლისი. გრიბოედოვი აქ იგითხარით, ესე რამდენიმე თვე ხო გავიდა მას შემდეგ, გრიბოედოვი აქ იგითხარით, რომ იანვარში კლავენ მას. ეს ამბავი ხო დაიმახსოვრეთ, ძალიან მაგარი ამბავია. ხო, გრიბოედოვს რაც შეემთხვა. და ისიც გახსოვდეთ, მუდამ მთელი ამ პროლოგის განმავლობაში მუდამ დაიმახსოვრეთ, მაინც და მაინც აუცილებელი არ არის, რომ გრიბოედოვი იყო ფრიად გარყვნილი კაცი, რომელსაც ესეთი ამგვარი სექსუალური ურთიერთობებიც ჰქონდა მეგობრებთან, მოდი ასე ვიტყვი, და ასევე იმ შემთხვევაში ის დომინასთან, რომელიც ძალიან ცნობილი ამბავი იყო, ეს იაკუბოვიჩზე გიამბეთ, გაურკვეველი დროით რომ გადაიდო ეს დუელი იცით თქვენ და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინეთ 2029 წლის იანვარი, 30 იანვარია, რატომ ხო ესეც ავხსნათ, რატომ შეუვარდნენ, ესეც უნდა ავხსნათ, ალბათ გავიხსენოთ, ხო? რა უნდოდა გრიბოედოვს საერთოდ თეირანში, თუ გდებათ ამით დავიწყოთ.
საქმე ის არის, რომ გრიბოედოვი არის დიპლომატიც. არ უყვარს ეს დიპლომატობა მაინც და მაინც, მაგრამ ისიც რომ გადაასახლეს და ასე შემდეგ, საუკეთესო სპეციალისტია ირანისა, სპარსეთისა. გრიბოედოვი არის უკვე არის ავტორი ამ პიესისა ვაიჭკუისაგან. მასზე დიდი მცოდნე სპარსეთისა არ მოიძებნება მთელს იმპერიაში. მანამდე, ანუ ამბამდე 29 წლამდე 15-16 წლით ადრე რუსეთმა დაამარცხა ომში სპარსეთი და დაედო მასთან, ანუ სპარსეთთან გულისტანის ზავი. ამ გულისტანის ზავი სხვათა შორის სპარსეთმა მათ შორის კავკასიის ბევრი რეგიონის ბევრი კონკრეტული ქალაქი და სოფელი და რეგიონი გადაუფორმა რუსეთს, სპარსეთმა რუსეთს, მაგრამ მათ შორის საქართველოს გულისტანის ზავით, საქართველოს გურია კონკრეტულად აფხაზეთი, იმერეთი, ქართლ-კახეთი და ასე შემდეგ, მაგრამ უკვე შემდგომ პერიოდში გულისტანის ზავის დადებიდან 12-13 წელი 14 წელიწადში სპარსეთი არღვევს ამ ზავს და ახალ შეტევას იწყებს რუსეთის წინააღმდეგ და იწყებს შეტევას და ერთი ხანობა წარმატებულიც კი არის. აი გრიბოედოვი სწორედ ამ პერიოდში შემოდის ასპარეზზე, დიპლომატიურ ასპარეზზე და რუსეთი უკვე შემდგომ ამარცხებს სპარსეთს, ესეც მნიშვნელოვანია და იგდება ამ ორ ქვეყანას შორის, სპარსეთის უკან, არა, უფრო ზუსტად იყო მხარეებს შორის არის ბრიტანეთის, რომელსაც თავისი ინტერესებიც აქვს. ამ ორ სახელმწიფოს შორის იდება ზავი ასეთი სახელწოდებით თურქმენჩაის ზავი, ეს არის 1828 წელი. თურქმენჩაის ზავის გაფორმების შემდეგ სპარსეთს დაეკისრება უზარმაზარი კომპენსაციის გადახდა რუსეთისათვის და თურქმენჩაის ზავის ყველა სიტყვის ავტორი და ამ მოლაპარაკებების ავტორი, რაც მთავარია, მოლაპარაკების წარმმართველი მიუხედავად იმისა, რომ არც ეკუთვნოდა თანამდებობრივად არის სწორედ გრიბოედოვი. გრიბოედოვი არის ძალიან კაცრი კაცი, იმხანად ყოველ შემთხვევაში, ძალიან კაცრად იმპერიალისტური სპარსეთის წინააღმდეგ ითხოვს, რაც ეკუთვნის მათეული გაგებით რუსეთს იმხანად. აი ამიტომ ეყრდნობა უკვე შემდგომ პერიოდშიც იმპერია გრიბოედოვს და ხელახლა აგზავნის ელჩად სპარსეთში, რაც გრიბოედოვს არ უნდა. რისი თქმა შეიძლება კიდე, ხო? ხო, ის კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ პირველი ზავის შედეგად და მეორე ზავის შედეგადაც პრინციპში ყველაფერი გადავიდა სპარსეთმა ყველაფერი დაუთმო რუსეთს, რომელიც იყო 1800-1801 წლიდან ისედაც ჩვენი ოკუპანტი, იცით თქვენ. აღარ შეგაწყეთ თავს იმ ისტორიის თხრობით, რომელიც ეხება ხო, ვიტყვით მაინც, თქვათ მაინც. ესე იგი, რატომ მოხდა, რომ შეუვარდნენ გაავეშებული მოქალაქეები, ბრბორატო შეუვარდა ირანში რუსეთის საელჩოს, იმიტომ რომ სწორედ ამ თურქმენჩაის ზავის შედეგად რუსეთისთვის ბევრი კომპენსაცია უნდა გადაეხადა სპარსეთს და აგრეთვე რუსეთს ჰქონდა უფლება, რომ ცალკეული ის პირები, რომლებიც აღარ ემორჩილებოდნენ სპარსეთის ხელისუფლებას, შახის ხელისუფლებას, მიეღო საკუთარ ტერიტორიაზე. ხო და ამ საელჩოში დადიან, სომხები მიდიან, მათ შორის მივა 2 საყვარელია თუ ცოლი, ბევრი ცოლიდან შახისა და ისინი სთხოვენ გრიბოედოვს დახმარებას და გრიბოედოვი მიუხედავად იმისა, რომ ეს პრაგმატული სულაც არ არის, შეიფარებს ამ ადამიანებს და ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა, ასე ფიქრობენ ყოველ შემთხვევაში. რუსები არ ლაპარაკობენ, მაგრამ იმაზე ისიც არის ცნობილი, რომ სპარსული წყაროების მიხედვით თუ თანახმად გრიბოედოვი განზრახ აღიზიანებდა სპარსელებს. ერთხელ ასეთი ამბავიც არის ცნობილი, რომ განზრახ ტალახიანი ჩექმებითაც კი შევიდა მეჩეთშიო და ფანატიკოსებმა ესეც კი გამოიყენეს დამატებით საბაბად იმისთვის, რომ საელჩოზე მიეტანათ იერიში. რაც შეეხება ნინოს, გამიგზელდა ვიდეობლოგი. იცით თქვენ, რომ გრიბოედოვი მანამდე, ანუ დაღუპვამდე 6 წლით ადრე 10 წლის ნინოს ასწავლიდა მუსიკას, აი ამ ტყივანი, როს ტყიოდა იმ ხელითაც. გრიბოედოვს უყვარდაო ნინო, იტყვის ბევრი და მე გეტყვით, რომ ნინოს უფრო უყვარდა
ეს მანამდე გარყვნილი გრიბოედოვი. აგვისტოში 1828 წლისა, ანუ იმ ამბებამდე 6 თვით ადრე. ის მივიდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და ამ ვითომ რომანტიკოს და ცუდ პოეტს, მაგრამ პოეტს რო უწოდებთ ჩვენ და რომანტიკოსი რო გგონია, პოლიტიკოს თავისი ხლართები რო აქვს და მათ შორის პოლიტიკური ხლართები, იმ კაცს თხოვა ქალიშვილის ნინოს და იცნობდა ალექსანდრე ჭავჭავაძე გრიბოედოვს ქალიშვილის ხელი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ იქვე იმ წამსვე გასცა მადარებითი პასუხი, არც დალაპარაკებია შვილს. ნინოს უყვარდა კანა არა, მაგრამ მაინც გაიმართა მათი ქორწილი სიონში, დაიწერეს ჯვრის წერა და მათ შორის არ ვიცი გითხარით თუ არა, სასაკურებელი სხვაობა იყო 18 წელიწადი. ორი არასრული თვე იყვნენ ერთად და ორ თვეში, ესე იგი სექტემბრის მიწურულს 1828 წლისა, გრიბოედოვმა უთხრა ნინო ჭავჭავაძეს, რომ მე თეირანში დიპლომატიური მისიის გასაგრძელებლად უნდა წავიდეო. ნინო ეხვეწებოდა მეც წამიყვანეო, მაგრამ გრიბოედოვმა უთხრა უარი. რატო უთხრა უარი? ეს ისტორიისთვის ცნობილი არ არის. მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცილება უნდოდა იქვე ნინოსი არის საკმაოდ რელევანტური, თუმცა უკვე გზიდან გამოგზავნილი წერილები, თბილი წერილები, ყველა მიყვარდა, ბევრი მიყვარდაო, მაგრამ შენზე მეტად არავინ არ მენატრებაო. ესენი შეიძლება საპირისპიროსეც კი მეტყველებდეს. მაგრამ ამბავი მოხდა შემდეგი, ნინომ თავისი გაიტანა, გრიბოედოვი იძულებული იყო წაეყვანა 16 წლის იმხანად უკვე ფეხმძიმე მეუღლე, არც გრიბოედოვმა იცოდა ფეხმძიმობის თაობაზე და არც ნინომ. ის ბავშვი დაიბადება და ერთი დღე იცოცხლებს, რომ ვიცოდეთ მაინც, და ადრე მშობიარობა დაეწყება ნინოს, ასე იგი 2029 წლის ზაფხულში, შვილს დაარქმევს ალექსანდრეს. ზოგი ვერსიით სხვათა შორის ალექსანდრეს დაარქმევს არა მარტო არა გრიბოედოვის მეუღლის, არამედ მამის საპატივსაცემად, მაგრამ მე ამ ვერსიის არ ვჯერა, მე უფრო მგონია, რომ სწორედ მეუღლის პატივსაცემად დაარქვა სახელი შვილს, რომელიც ერთ დღეში გარდაიცვალა. აქ გითხარით ორი თუ არასრული თვე იყვნენ ისინი ერთად, მაგრამ გზად, როდესაც წაიყვანს გრიბოედოვი მეუღლეს 16 წლის ნინო გახდება ავად, რაღაცა ციებცხელება თუ არ ვწდები შეეყრება და გრიბოედოვი, რომელსაც ეჩქარება განა არა, თეირანში უნდა ჩავიდეს, დიპლომატიური მისია უნდა შეასრულოს, გრიბოედოვი დატოვებს არასწორი სიტყვა, დატოვებს ნინოს, სთხოვს, რომ ის გაბრუნდეს გამოჯანმრთელების შემდეგ თბილისში, საქართველოში და ხოლო თვითონ გააგრძელებს გზას თეირანისაკენ. გზად დეკემბერში უკვე წერს, ესე იგი ეს არის სექტემბერი, ხო, დიდი ხანი უნდა იაროს და გზიდან წერს და მე ჩამოდის ეს წერილები, წერილებს. ნინოს წერილები შეწყდება თებერვლიდან, ნინო გაიკვირვებს, ნინო სხვა შორის გვიან ეტყვიან, რომ ალექსანდრე გრიბოედოვი მოკლულია. ნინო გაბრუნდება თბილისში ოქტომბერში, თუ არ ვცდები თუ ნოემბერში და ელოდება საკუთარ მეუღლეს. გრიბოედოვმა არ იცის, აქ იგითხარით, რომ ნინო ფეხმძიმედ არის, ნინო გაბრუნდება, მერე ჩამოასვენებენ გრიბოედოვს, ასე მოკლულს. და ნინოს მუცელი მოეშლება მეორე დღეს, თუ იმავე დღეს, ნაყოფი მოსწყდება, უფრო ზუსტად, შვილს, რომელიც დაიბადება, ბოლო თვეებშია, მეცხრეთვის დასაწყისია თუ არ ვწდები, მისი ფეხმძიმობისა, დაარქმევს ალექსანდრეს, ესეც გითხარით, 3 ათეული წელი დაახლოებით არასრული იცოცხლებს ნინო 1857 წლამდე არ გათხოვდება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მთხოვნელი ჰყავს. და არ გათხოვდება, პირიქით რაღაც ქმრის ხსოვნას ინახავს, ქმარზე ლაპარაკობს სულ, რაღაც სალონურ შეხვედრებს მართავს და ასე შემდეგ. აქ იგითხარით, რომ გრიბოედოვი არის პირველი, რომელიც დაკრძალეს მთაწმინდაზე. ხო, ეს დამამზადა მე თქვა, რომ არის ასეთი საფლავის ქვაზე, იქ სასახლეა თუ გახსოვთ, ვისაც უნახავს, არის ესეთი წარწერა, ნინოს დავალებით შესრულებული, აღვიდგენ იდილატ ვაი, შენი ჭკუაო და შენი საქმეები
უკვდავიაო ესეთი ეპიტაფია, მაგრამ ასე ნაადრევად რატომ და არა, მაგრამ მე რა უბედური ვარ, რომ მოვესწარი შენ გარდაცვალებასო, შენ ჩემზე ადრე წახვედი, შინ არც დაახლოებით ეს არის, შენ ჩემზე ადრე წახვედი ამ სამყაროდანო, ხო, როგორც წესი ისიც идила твои бессмертные в душе России, თუ არ ვწდები თუ პამяти России, ამ რუსეთის ხსოვნაში. და მე შენზე დიდხანს ვიცოცხლეო თუ რაღაც მსგავსი. გრიბოედოვის სიტყვებიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, აი, ვაიჭკუისაგან რო არის. ეს იმპერიალისტი კაცი, დასაკვირველია, არავითარ შემთხვევაში არ მიმყავს საუბარი იმისკენ, რომ არაჩვეულებრივი ძეგლია სანაპიროზე, მისი ეს ძეგლი რომელიღაც ეტაპზე მოხსნა, თუმცა ლერმონტოვის ძეგლი უნდა მოხსნათ, რომელიც ჯვრის ქვეშ არის პრაქტიკულად მოხსნა და გადავიდანოთ სად. არ მიმყავს მე საუბარი, რომ ქუჩას გადავარქვა, თუმცა რატომაც არა. დასაკვირველია, მით უფრო არ მიმყავს საუბარი, რომ ჩამოვასვენოთ, დასაკვირველია არა, ეს ისტორიაა ჩვენი. არავითარ შემთხვევაში ძეგლი მოხსნათ, ან რაღაც საერთოდ გავაქროთ მისი კვალი, მაგრამ ესე გაფეტიშებ ხო რაღაც თეატრია, გრიბოედოვის სახელობისა, მე გადავარქმევდი სიმართლე გითხრათ, მაგრამ არა აქვს ახლა ამას პრინციპული მნიშვნელობა. გრიბოედოვის იმ ცნობილი პიესიდან გორია თუმა ვაიჭკუისაგან ჩვენ გვახსენდება, მე მახსენდება ყოველ შემთხვევაში. ასეთი სიტყვები იდიმ აწეჩეს თუ თან თარგმნოთ. нам сладок и приятен ჩვენი სამშობლოს ნისლი თან სასიამო, თან ტკბილია და თან სასიამოვნო. ცხადი არ არის ზუსტი თარგმანი და ჩახედოს კაცმა ამ შემთხვევაში და ისე უნდა გითხრას თხოლმე, მაგრამ ჩამახედებთ ახლა მაინც. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გრიბოედოვზე დაოჯახება იყო პოლიტიკური აქტი, ნინოს უყვარდაგან არა, მაგრამ ეს იყო მამამისის მიერ 32 წუთი გავიდა ამასობაში. მამამისის პოლიტიკური აქტი, მამამის ჭირდებოდა ეს, რომ წარმოედგინა, რომ ასე გაგრძელდებოდა სიძე გრიბოედოვის 6 თვეში ასე განვითარდებოდა მოვლენები. ამ გადაწყვეტილებას ალბათ არ მიიღებდა, მაგრამ მაინც გრიბოედოვს უყვარდა თუ არა ვერ გეტყვით, მე მგონია რომ ნაკლებად უყვარდა, მოდი აი ესე ვთქვათ, ვიდრე ნინოს. ალექსანდრე გრიბოედოვი ეს იყო იმპერიალისტი კაცი, ეს იყო საკმაოდ გარყვნილი კაცი მანამდელ ცხოვრებაში. და ის სიტყვები, რომლებიც ახლა ენის წვერზე მადგას მასთან დაკავშირებით, უბრალოდ არ წარმოთქვა. ან წარმოთქვა ასეთი ამ ფორმით, რომ ბევრი, კი არა, მე მინახავს ადამიანები, რომლებიც გრიბოედოვს კი მოდი შევცხადია, მაგრამ პედოფილობაშიც კი ედავებიან, მაგრამ მოდით არ შევხვიოთ ახლა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ამ თემაზე რომ ვილაპარაკო, კიდევ ერთი 15 წუთი მაინც დამჭირდება და ძალიან შეგაწყენთ და ძალიან მოგაწყენთ. და მეტანი გამომივა გრიბოედოვზე ლაპარაკი. ჩვენ ვისაუბრებთ სხვა დროსაც, მაგალითად კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ, სხვებზეც, მაგალითად მაიაკოვსკიზე. მაგალითად მაიაკოვსკიზე და მაიაკოვსკის გრიბოედოვზე ხო თქვით, რომ ის რაღაც სექსუალურ სკანდალებში იყო გახურული. მაიაკოვსკიც იყო გახურული სექსუალურ სკანდალებში. ესენინიც იყო გახურული, მათ შორის საქართველოში ყოფნის დროსაც, თუ გადავწყვიტი ამ თემაზე ისაუბრებგან არა. ესენინიც იყო სექსუალურ სკანდალებში და ამბებში გახლართული. სამეულები, ოთხეულები, ხუთეულები. მაიაკოვსკის სამეულები. ქართველი ზოგიერთი ცნობილი პირიც ამ თემაზე რამდენად გავრისკავს საუბარს, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება გავრისკო. ასე შემდეგ ცნობილი და პოპულარული პირი, პოპულარული პოეტი პერიოდისა და დღევანდელობისაც და ასე შემდეგ. მაგრამ მარტო რაღაც სექსუალური სკანდალების მიხედვით არ მინდა ვისაუბრო, ხო, რას აკეთებდნენ ისინი და რას წერდა მაგალითად მაიაკოვსკი საქართველოსზე. არ წერდა კაცად, კაი ამბებს რო იცოდეთ მაინც. ნახვამდის.